ნახოთ მეგობრებო, ნახოთ ესე თამამად არ ვიტყოთ. აქედან უკვე დავადგეთ ჩვენს გზას, მივდივართ კონკრეტულად კახისის ტბაზე. ვართ ბორჯომში, ვაგნებთ გზას, რამოდენიმეჯერ დავიკარგეთ, მაგრამ საბოლოოდ მაინც მივაგენით სწორ გზას. ერთი ჩემი რჩევა იქნება, რომ Google Maps არასდროს დაუჯეროთ ასეთ დროს, რადგან სწორად მან არასწორი მიმართულებით და საბოლოოდ ბორჯომელმა ხალხმა მეგვასწავლა სწორი გზა. ვიდეოში კარგად არ ჩანს, რამდენად ცუდი და ქვიანი გზა იყო. სულ არის ორი გზა, ერთი არის შედარებით მოკლე, 3 კილომეტრით მოკლე და მეორე არის, გრძელი, მაგრამ უმეტესობითად ის ამ გრძელით, რადგან ბევრად მარტივია და ეს არის ის მარტივი გზა, რითაც მივდივართ. აქედან კარგად არ ჩანს, მაგრამ ძალიან დიდი ლოდები და ქვები იყო და კარგად დაინახავთ, როგორ მდგომარეობაში დავდიოდით. გზად გავჩერდით, რაღაცები დავთვალიერეთ, ლევანი ბოჭები გადაიღო და გავაგრძელეთ გზა. აქ უკვე შემოვედით სოფელში, საიდანაც უკვე ძალიან ახლოს იყო კახისის ტბა. იყო თავისი პატარა ეკლესიაც და ხო, ეს ლევანის ძალიან უნდოდა, რომ ეს გაეკეთებინა და გააკეთა. და სხვათა შორის იყო ძალიან ბევრი საშიში ადგილი, სადაც შეიძლებოდა ჩავარდნილიყავენ მანქანა ჩაგვიჩენოდა და ჩვენს გარდა დავინახეთ კიდევ რამოდენიმე ადამიანი, რომელთაც ეს მოუვიდათ. აქ რა თქმა უნდა, ლევანემ გაიცნო ბორჯომელი ხალხი. შვიდობიანი საღამო. არიცოდი ხო იზი თქვა? არიცოდი ხო? და ეს არის ის ადგილი, სადაც მოხდა რაც ახსენე. ანუ ძალიანად ტალახში გავიარეთ. ის გავაჩერეს და დავიმორჩილეთ მანქანა. ამოტრიალდებოდი. ძალიან ვიჭავჭავეს და მოკლედ მართლა ძლის გადარჩის და ორივე შოკში ვიყავით, ცოტა ხანი რო გავჩერდით ტალახიანები, მაგრამ შოკში. აქ უკვე დავინახეთ ესენი ნიშნულები, ასე ვთქვათ, უკვე მივხვდით, რომ ახლოს ვიყავით და ასე ვთქვათ, დავშვიდით. ტბას უდგებოდა სხვადასხვა მხარე, თუმცა ჩვენ გქონა თავიდან რომ იყო, მე მეგონა რომ ხალხად ის მხარე იყო, მაგრამ ლევანი მაგ გვიპოვა მეორე საკემპინგო მხარე, რომელზეც ცოტა ხანში უკვე ავიპარგეთ და დავლაგდით. ძალიან კარგი იყო, იმიტომ რომ არავინ არ იყო თითქმის აქეთ მხარეს, იქით უფრო იყვნენ, უფრო მომუშავე პერსონალი, ვისი ბიზნესებიც იყო და ხო, ამინდებით ისეთი მზიანი არ იყო და შესაბამისად ალბათ მაგიტომაც მხოლოდ ჩვენ ვიყავთ. დავიწყეთ უკვე ჩვენი კარვების აშლა. ორივე ავშალეთ, პატარას და დიდიც. არ ვიცით რომელი უფრო კარგი იქნებოდა ამინდების მიხედვით. ვფიქრეთ, რომ უწუმა იქნებოდა დიდში გადავიდოდით, თუ პატარა იქნებოდა, თუ წვიმარი იქნებოდა პატარაში ვიქნებოდით. აქ უკვე დაგვიღამდა კიდეც და მაღარავით მუშაობდით ფანერით. მაღარავით. კოცონით დავანთეთ. ლევანი შეშას ჩიხავს. უშუალოდ ცეცხლს ანთებს უკვე. ხელი გაჭრილი აქვს უკვე მესამეც, მე დავჭერი შემთხვევით, მე თვითონაც დაიჭრა საკუთარი თავი, შემთხვევით იმედია და ესეც ჩვენი პირველი კოცონი. ეს იყო სულ პირველი ღამე, დაღილები ვიყავით, მე დავიცინეთ და ეს არის დილა. მეგონა რომ ზიანი ამინდი იქნებოდა, მაგრამ არ იყო. ახლა არც არის 8 საათი, ამინდი ძალიან კაი ჩასარყოს, შეხებზე არ არის, მაგრამ არის გადაწმენდი და დიდი ალბათობით გამოვა მზე. და მე გეკმაო რომ საბოლოო საკითხი წიგნი და ის ვიღა. საბოლოოდ ვერანაირი წიგნი ვერ წავიკითხე ამ მზეზე, რადგან მზე არ იყო. რაღაც დროები ცოტა ხანს იყო. ეს არ ვიცი რა არის, მაგრამ უსაყვარლესი, იმიტომ მე ვარ ხალხმა უყურეთ.
მზე იყო, მზის ხიბებით დავტკბით, რადგან შემდეგ უკვე ვიცოდით, რომ არ იყო ეს დიდხნიანი. აქ გადავედით უკვე ტყეში, ისევ მოგვაქვს შეშა და ეს არის შორიდან დანახული ჩვენი საკემპინგო ადგილი და იქით ადგილი, რომელიც ვახსენე, რომელიც იყო პირველი მხარე, სადაც კოტეჯები იყო ჩადგმული და მანდაც ძალიან კარგი ხალხი გავიცანით. ეს არის ოჯახის ბიზნესი. ეს ვარ მე ტყეში, ეს არის ჩვენი გაკეთებული საჭმელი. სხვადასხვა ძალიან შორი მანძილიდან წამოიყო ეს შეშები. და სხვადასხვა მაინც არ გვეყო და კიდე და ვამატებდით, რადგან თითქმის უყვენთო კოცონი, მთელი ღამე. დაიწყო წვიმა მალევე. ტბა ძალიან ლამაზი იყო წვიმის დროს, თუმცა ჩვენ კარავში ვერ გავჩერდებოდით და ლევანემ ესეთი რაღაც მოიფიქრა. ასე მოაკომფორტულა და დავიწყეთ. მას შემდეგ ცოტა ხნით მზე გამოვიდა და ამიტომაც უცბად დავტკბით. ეს არის ნავი, სადაც ლევანი უფასოდ გვატარა, რადგან გაიცნო მომუშავე პერსონალი და გაუკეთა კაი საქმე და ვიღაცებს გადაახტევინა. ცოტათი მეტი ვიდრე საჭირო იყო და უჯიგრეს. ეს საყვარელია თუ უნდა მენაყებინა თქვენთვის. და შემდგომ ტელეფონი გამეთიშა და არის შემდეგი დილა. უკვე ძალიან მზიანი და სადღაც 10 წუთის სავალზე ჩვენი საკემპინგო ადგილიდან იყო კაფე, სადაც აკეთებდნენ ხაჭაპურს, კიტრი პომიდორის სალათაფრი, რაღაც სხვადასხვა ისინი ქონდათ სასმელები და მივაგენით და ესე მოდიოდით ხოლმე მათი ფოტნოსით, თუ როგორც ქვია. კლეონი რატომ იყურებს ასე არ ვიცი. მაგრამ ძალიან სასიამოვნო ხალხი იყო და ტელეფონის დაგვატენინეს, დაგვარეკინეს, სადღაც ერთი პატარა ადგილი იყო, სადაც იჭერდა და თავიანთი ტელეფონებიდან დაგვარეკინეს და მოკლედ ძალიან გამიხარდა მათი გაცნობა და ვაკოდეს მე ჩახლა და უცილებლად ესტუმრეთ. ვუწევ. იმდენად კარგი ამბი გამოვიდა, რომ წასვლა აღარ გვინდოდა და ვიფიქრეთ, რომ კიდე დავრჩებოდით. თუმცა შემდგომ ვერაფრით ვერ დავრჩით, რადგან უნდა მივსულიყავით ბებია ჩემი დიდი ბებიის 97 წლის იუბილეზე. თუმცა ეს არის ბოლო კადრები, რაც გადავიღეთ. შემდეგი ტრიპისთვის აუცილებლად უფრო მეტად მივაქცევთ იმას ყურადღებას, რომ მეტი დეტალები განახოთ.